სოფელ ბერშვეთში ვართ ლურჯიძეებთან. მაიასთან და აჩიკოს არაჩვეულებრივად მშრომელ წესიერ ნამდვილ ქართულ ოჯახში. ხარის გულა მივაბარე. დიდი ხანია მოყავთ პამიდორი და ბევრი პამიდორი აქვთ ყოველ წელს. მაგრამ ხარის გულას ცადეს წელს და არაჩვეულებრივი მოსავალი აქვთ. ძალიან კარგი ნაყოფები გამოვიდა. და კმაყოფილი ვარ ძალიან. მომეცი აბა მაია, მომეცი. ნახე. ნახე რა კარგები მოუკრეფია. ოჩახ. როგორი ნაწვიმია და მაინც როგორი კაია. მშვენიერი მოსავალი აქვს. დაგვიანები აქვს წელს. ახლა რა რიცხვია? სექტემბრის 10 რიცხვია და 12 და 12 რიცხვია სექტემბრის და მაინც რა კარგებია ნახე. აწი იქნება ხა რომ აგრილ და უფრო გამოიხედა თვალში. სიცხე ძალიან გაჭირებია. აქაურობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ფერდობი უკვე საქართველოს აღარა. ამწუხაროდ. იქ უკვე რუსეთს. ამ ბაღის ბოლოზე, აი ბოლოში მაია მიხუმრა პამიდორი რომ გადამიგორდეს, უკვე იქითაო. ეკლესია რომელიც ამ სოფელში დგას, მშვენიერი ტაძარი აქვს. წინა ეზოში თვითონ შედიან ეს სოფლის მაცხოვრებლები, ლოცულობენ, სუფრასაც გაშლიან, სანთელს დაანთებენ და უკანა ეზოში გასვლის უფლება რა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია ცხოვრობდი ასე, თან ასე შრომობდი და თან ასეთ პირობებში რომ უსამართლობის განცდით, ალბათ, წარმომიდგენია, მე ასეთი განცდა არ მქონია არასდროს და არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ეს ძალიან ცუდი განცდა და ცუდი გრძნობა და ეს ხალხი დიდ მხარდაჭერას იმსახურებს და კარგი იქნებოდა რომ მათ მიმართ სხვანაირი ყურადღებით ვიყოთ. არ არიან კაი დღეში. მიუხედავად იმისა, რომ შრომობენ, არაფერი არ აგლიათ. მშვენიერი ბარაქიანი ოჯახები აქვთ, მიწა აქ ძალიან კარგია, შედეგიანია მათი შრომა. შაბათობით დიღმის ბაზარში ჩამოდიან, თუ რამე ნაშრომი აქვთ, არაჩვეულებრივი ხახვი, არაჩვეულებრივი ნიორი, ძალიან კარგი კარტოფილი, ძალიან კარგი ლობიო, პამიდორი, წვანილი, ყველაფერი ჩამოაქვთ და მათი შრომით ხილი კარგი მოდის აქ, ყველა მიცის ეს. მაგრამ ასეთი ამბავი აქვთ. მათი სოფელი გაყოფილია. აგერაი. ეს ძალიან გულსადგენია. აგერაი თაზე. პატარა ჯიხურივით რომ დგას. ხედავთ? დიახ. შეამჩნიეთ. კი. ეგ უკვე რუსებისა. რუსების ჭირია და სიკვდილი. სიკვდილია მაგათი და დაწყვეტა. ხო, აი კარი. წელს ხარის გულა დავრგეთ გვიან. 1 ივნისი იყო. წელს ძალიან ცხელი ამიდები იყო და შეძლების დაგვარად ეხლა სუნთლად ისე არა ვართ უმოსავლოთ. უმოსავალს ველოდებოდით ესეთი გვალვიანი წელიწადი რომ არ ყოფილიყო. არ გვიჭირს გორში გვაქვს ხილის ბაზარი და იქ ყველაფერი იყიდება რაც გინდა მიიტანე. სოფლის მეურნეობა არ არის ახლა იმ დონეზე განვითარებული რომ მარტო სოფლის მეურნეობით იცხოვრო. თუ სხვა შემოსავალიც არ მიაშველი. ისაც შრომა არ შეუძლია არიან. თითზე ჩამოსათვლელად, მაგრამ არიან. აი ჩვენი თაობა არის, მაგრამ სხვათა შორის ჩვენი უბანი გამოირჩევა ძალიან ბევრი ბავშვებით. სხვა უბანში რომ ბავშვები ნაკლებია, ჩვენ უბანში საღამოს რო გაივლით, სავსეა უბანი ბავშვებით და ეს ძალიან მიხარია და მახარებს. სკოლაში ახლა არ ვიცი რამდენი ბავშვია. მე მგონი 160 იყო ლაპარაკი. მე მგონი. ზუსტად არ ვიცი. მე მგონი 160. არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი სკოლაში აღარავინ არის ყველა. ზაუტაშვილები, ციკლაურები, კვიჭინაძეები, ბევრი გვარია. ჯაბახიძეები. ჩვენ გლურჯიძეები, ხუმბულაშვილები. არის ბევრი, 30-40 გვარი გვაქვს სოფელში. ახალგაზრდობის 90%, 95% გასული. მუშაობენ. მშენებლობაზე. ზოგი მშენებლობაზე, ყველას თავისი პროფესია აქვს და ყველას თავისი იმითი მუშაობს. აი პაპა მოგვაშველა რა კაი მოიტანა. დამადგრის განსაკუთრებული სახელი არა აქვს. უფრო ქვემოთა მხარეს აქვს სახელები. არის ლამებს ეძახიან, ლამიანი ადგილი და ლამებს ეძახიან. მურალებს ეძახიან, მეტაურებს ეძახიან. შაქროწილები და ასე და ასე რა. ხნიერი კაცი იყო ხომ? იმის სახელს ეძახან და ამავე იმის სახელი ერქვა.
მამინოანჩიო, მამინოანთეული ნაკოთი, მამინოანთეული და ეს. ხალხი დარჩა იქსახელებას. ეხლა აქ საზღვისპირა და მაინც რავი, არა მუშ, აი გატყევებული ნაკოთია გვერდეთა. ის და გასუფთავება უნდა, რავი. ესეც გატყევებული მამული იყო წეულ გავასუფთავეთ. გავასუფთავეთ და ეს ნაკვეთი. პირველი მოსავალი არის წელს ჩვენი ამ ნაკვეთში. მე მარტო კიდე ვმუშაობ აქ, ისე რომ შიშით არ მეშინია. აგერ ასხიარა კარგები და უგვიანებითაც იქნება. წვანეც მგორა. აი რა კარგი ასხია. აქ ქართლში პამიდორი არ მოყავთ სარზე. ეს ჩვენი რჩევით გააკეთეს სარზე. თავიანთი პამიდორი ასე აქვს მიწაზე დაყრილი და ნახე ჩვენი რათა. მაგრამ ეს ხარისგულა სარზე აქვს და საფერებელი ჯიშიაო, ასე მითხრეს მორიდებულად. მადლიერი ვარ მათი ბარაქიანი შრომისთვის და ასეთი მშვენიერი მოსავლისთვის.